ყურდა ფეხბურთზე იარული რა გაუკეთო ეხლა. ან ფორმა მოუტანეს ფეხბურთიდანა. ერთი წელი ელოდებოდა შეჭერვას. როგორ უთხრა რომ ფეხბურთზე ვეღარ იმლის. დახსნას თუ ძველი ექიმები, ექცოდი ექიმები, რამდენი სიცოცხლე გაამწარეს. 10 წლის ფეხბურთელი ბაჩო ჭილაძის ოჯახი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაში კლინიკა გორმედის ექიმებს ადანაშაულებს. მშობლები ამბობენ, რომ ექიმების უყურადღებობამ ბავშვი კინაღამ იმსხვერპლა. ბავშვი სახლში გატოვდა ეზოში ველოსიპედით, რული მოუტრიალდა და მარჯვენა ბარზახში ეტაკა. გეშინია თუ არაფერი არ არისო, უბრალო პატარა ის არისო რა, რამდენიმე სანტიმეტრით ჭრილობა, არტერია არ არის გადაჭრილიო. ვენური სისხლდენა იყო. სასიცოცხლო იმეებსო არ ემუქრება არაფერიო და ბავშვი იძახის რომ დედაო ფეხს ვერ გრძნობო, თითებს ვერ გრძნობო, მუხლის ქვეითო, საერთოდ ვერ გრძნობდა. ფეხის დაზიანებით მოზარდი კლინიკა გორმედში 3 ივლისს შეიყვანეს. ოჯახი ამბობს, რომ ექიმებმა გულგრილობა გამოიჩინეს, ჭრილობა მხოლოდ ზედაპირულად დაამუშავეს და სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარეს, რის შემდეგაც ბავშვის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მისი რეანიმაციაში გადაყვანა გახდა საჭირო. მოусუფთავეს ბავშვს ჭრილობა ბეტადინით ზედაპირულად გაუკერეს. მერე წაიყვანეს დოპლერზე. დოპლერის გოგო გვეუბნება, რომ ქალბატონ ნუგეშინია, თუ ფეხებშიო სისხლი არისო და სისხლი კი არ იყო ჩატრომბილი სისხლი ის გამოჩნდა გალურჯებული. ვაბრალებ მე გორმედის კლინიკას ექიმებს, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემი შვილის ესეთ მდგომარეობაში. ვიცხოვ, რომ ლიცენზია შეუჩერონ. და თითო კაპიკი აუნასყავ, რომ ბავშვს ვერ მედაიმასაკნა. ოჯახის საგამოძიებო უწყებებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. მათი თქმით, ამოცემულობის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო, თუმცა დაგვიანების და არასწორი მკურნალობის გამო ფეხის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. იქიდან გადმოგვიყვანეს ღრმა ჭრილობით დამუშავებული, მაგრამ აქ ექიმმა ნახარაც მოვიყვანეთ. მე არ მინდა რომ სხვისი დედა გამწარდეს, მე არ მინდა რომ სხვისი შვილი აი როგორ ვთქვა, დამახინჯდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ მე ექიმს არჩევანს ვუტოვებ. ან დატოვოს სამსახური და ჩემ შვილიშვილს ბოლომდე მიხედოს, თუ არა და წავიდეს ციხეში. მე არ მოვისვენებ. 10 წლის ბაჩო მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, ჯერ კიდევ რისკის ქვეშ დგას მისი სიცოცხლე, რადგან დაგვიანებული მკურნალობის გამო ჯერ არ იციან შეძლებს თუ არა სრულიად გამოჯანმრთელებას. ვითხოვ, რომ პასუხი აგოს დამნაშავემ, მიხედონ ბავშვს სიცოცხლის ბოლომდე. ფაქტია, რომ ბავშვი გაგვიუბედურეს, მთელი ცხოვრება დაუნგრიეს. ჯერ კიდევ არ ვიცით წინ გველოდება, მაგრამ იმედი მაქვს კარგისკენ. ვერდობი ექიმს და უფალს. გორმედის გაცემულ დასკვნაში წერია, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა და ჭრილობა მხოლოდ ზედაპირულ დამუშავებას საჭიროებდა. თუმცა თბილისში ინგოროყვას ჰოსპიტალში გადმოყვანისთანავე პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ფაქტობრივად ნულის ტოლი იყო. ასე წერია ინგოროყვას კლინიკის დასკვნაში. 10 წლის მოზარდის ოჯახის წევრების ბრალდებებს უარყოფენ კლინიკა გორმედში. სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ამბობს, რომ ბავშვმა კლინიკაში სრული მკურნალობა მიიღო. პაციენტი მისი ჭრილობის დამუშავების შემდგომ, როცა გამოვიძახეთ რეფერალი, სტაბილურ მდგომარეობაში გადაყვანილ იქნა, ანუ ჰემოდინამიკა, ჰემოდინამიკა იგულისხმება წნევა, პულსი, მდგომარეობით გადაყვანილ იქნა პოლიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. თქვენი პასუხი არის ის, რომ თქვენ დანაშაულებას ამცავით. ჩვენ ვერავიდებთ, იმიტომ ჩვენ პაციენტს გავუწევთ პირველად დახმარება, რაც ჩვენ შეგვეძლო დავხმარებოდით. ნახეთ, ჩვენ თანამშრომლობთან ყველა შესაბამის სამსახურთან დოკუმენტებს შეისწავლეთ. გამოძიება დაგიწყოთ, ბატონო, ის შესაბამისი ორგანოებიდან წარმომადგენლები და მიმდინარეობს ამაზე მოკვლევა. მძიმე ბრალდებებზე საბოლოო სიტყვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ უნდა თქვას. სწორედ მათ უნდა დაადგინონ, იყო თუ არა გულგრილობა და რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობის დამძიმება.